არაბიძე. კარისკენ დაატრიალა ბერუაშვილი გამოდის, მამუჩაშვილი შეიძლება დაარტყას, დაარტყა და დეისაძეს გაარტყა ბურთი. სამნი არიან რუსთაველი ფეხბურთელები, ალმეიდა შეიგდო ბურთი და ეს ჯარიმაა, კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ჯარიმაა და ყვითელი ბარათიც. ეს სხვა რაკურსია უკვე. ხო, მიიღო გადაწყვეტილება. გიორგი ყრუაშვილმა. ხო, იქ რუსთაველი ფეხბურთელის რეაქციით მე მგონი აწევებს. კი, გაძევება არის წითელი ბარათი. გასაგებია ამ ჟესტით მეორე ნომერი მოიხმო, ყვითელი ბარათი ამოიღო და ყვითელი ბარათი გაუქმებული იქნება. გაუქმებულია და არის წითელი ბარათი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში რჩება ქუთაისის ტორპედო. თამაში რა თქმა უნდა ძნელია. აკა ასხლეტა იყო, მაგრამ კლიაიჩი ყურადღებით არის, ძლიერად არ წავიდა ბურთი კარის მიმართულებით და სორი მანე მიიღო მესამე ყვითელი ბარათი მიმდინარე სეზონში. დღეს ადარიგო არბიტრი და მალე გვაჩვენებს ალბათ. რამდენია დამატებული იქნება დრო, რადგანაც თუნდაც ვარი გახდა საჭირო. აქ არის თუ არა თამაშგარი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი შანსი იყო გოლის გატანის და საბოლოოდ დარტყმა კარიდან. კესი არის ეს ფეხბურთელის, რა თქმა უნდა არანაირი თამაშგარე. როდ პოზიციურად ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში კესი, მაგრამ აი აქ დაკარგა რაღაცა გარკვეული დრო და ყოჩაპ შერიფს, რადგანაც მას რო არ ჩამოესწრო, არ ვიცი რითი დასრულდებოდა ეს ეპიზოდი, მინიმუმ კარში დარტყმის საშუალება ექნებოდა განელ ფეხბურთელს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ სავსებით სწორად იმოქმედა მსაჯმა შორიდან არაბიძის კიდევ ერთი დარტყმა. მას ძალიან კარგი დარტყმა აქვს, ვიცით, მაგრამ არაბიძის ჩაწოდება, ანდრიჩის დარტყმა იყო ეს. როგორ განვითარდება ეს იერიში ვნახოთ. ჩაწოდება ნაკანოს მისამართით, ნაკანომ დაარტყა, ძელს ხდება დამატებაზე და დამატებაზე ვერ ახერხებენ რუსთაველი ფეხბურთელები. ვნახოთ ჩაწოდება, ხედავთ ნაკანომ დაარტყა, არ არის ძლიერი, მაგრამ აი ძალიან რთული იყო ამ შემთხვევაში, ბურთი რამდენჯერმე დაეცა და მიდიოდა კარის მიმართულებით, ვეღარ შეწვდა კლეიჩი ამ ეპიზოდს და კესის დამატება. შეიძლება 4 ისევ შეტევის წინა ხაზზე რუსთაველი ფეხბურთელები, კესი თუ მიუსწრებს, მიუსწრო, ჩააწოდა დარტყმა და საოცარი აცილება. აქედან აცილება ძალიან რთული იყო. თავაზა ჩვენს ეროვნულ ლიგაში. კესი რა კარგი იყო ბოლომდე იბრძოლა აი აქ. და ხედავთ სად არის არა, ესე არ შეიძლება თამაში. ალმეიდას ჰქონდა 100%-იანი მომენტი გოლის გატანის. მარჯვნივ კაპანაძის მისამართით კვლავ უკან პასი. ჩაწოდება უნდა იყოს საჯარიმოში, იქ არიან ფეხბურთელები. აი ეხლა არის ჩაწოდება, თავით დარტყმა და აცდა ბურთი ჯიბრილი კვლავ. და ფეხბურთელი, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში არაბიძებს აგოლე აქტივობა ამაჟეც არის ბევრი რამ დამოკიდებული. ვნახოთ ეს ეპიზოდი, ჩიქოვანი დაარტყა და ფეხით იგერიებს კლიაიჩი. სიტუაციაში ბევრ რამეს წყვეტს ინდივიდუალური ოსტატობა და ჩიქოვანმა აიღო თავის თავზე თამაში და კარის მიმართულებით დაარტყა მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეჭრილმა. პასის გაცემა ქუთათელაძე. გაითამაშეს ბურთი დარტყმა და ძმების მიერ გათამაშებული კომბინაცია და უფროსმა ძმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ მოახერხა გოლის გატანა. ორივე შესვლაზე შემოვიდა და აი ხედავთ საგოლე პასი და გოლი უნდა ვნახოთ. აი ხედავთ ნიკოლოზ ქუთათელაძე მოდის, ალექსანდრე ქუთათელაძეს პასი და უფროსი ძმის მშვენიერი შესრულება. ყოჩა ძალიან კარგად გაითამაშეს აქ ძმებმა ბურთი და სულ ახლა ხანს შემოსულმა ფეხბურთელებმა განსაკუთრებით ალბათ უმცროს ძმაზე ითქმის, მართლაც რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა, 86 წუთზე შემოვიდა და 88-ზე საგოლე პასი გააკეთა. ასე რომ ყოველთვის არის საუბარი ცვლილებების გამოცნობაზე, როდესაც სწორწნელი ასეთ ცვლილებებს აკეთებს და კოხრეიძე ნახოთ ორ ფეხბურთელს შორის გავიდა, პასიც გააკეთა ანდრიჩი, დარტყმა და ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა ქუთაისელებს 92 წუთზე. შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და გიორგი კოხრეიძე ის ხედავთ. კარგია აქ კოხრეიძე რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაიარა და ეს ვარდნაში მოახერხა მხოლოდ გადაცემის გაკეთება და შემდეგ კომნენ ანდრიჩმა შეასრულა.
ეს იყო მართლა ძალიან ლამაზი და ეფექტური გოლი. მესამე გოლი ანდრიჩის მიმდინარე სეზონში და ზოგადად ბას ქართულ კარიერაში ეროვნულ ლიგაში დაუგროვდა მზად. დასრულდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და დრამატული ფინიშით. 1-1 ქულები გაიყვეს გუნდებმა სატურნირო ცხრილში რადიკალურად არაფერი შეცვლილა და